მოგენატრათ ვლოგები ბატონ ზურავთან ერთად. გამარჯობათ. მოგესალმებით. ბედნიერ დღეს გისურვებთ. ჩვენ ქუთაისში ვართ რაღაც საქმეებზე, გოგოებს ველოსიპედები ჩამოვიყვანეთ შესაკეთებლად. და ზურას ვასეირნე. ზურას ფეხი. ზურას ვასეირნე, ვაიმე ცინდანი, რაცა კვალელია. ხოდა არკირების პრობლემა, როგორც იმაშია, რა ქვია? ათენში იგივე პრობლემა. ო, მაგრამ ქუთაისში მაინც დავაყენეთ. და ჩემი მანქანა თან ყველგან ედევა. პატარა სპიჩკის გარობგასავით. წავთ ახლა რაღაც საქმეებს მოვილებთ. და მერე წავთ ველოსიპედებს წამოვიყვანთ. გუშინ მივირცით უგემრიელესი მწვადი. სიმაურმაშია ქოჩემი ბიჭი როგორი მწვადი შეგიწიო. აგარი წადები. სანო აგარი. ცის სხვა ხორცი ხალხნო. საქართველოს და სურაჭას ეზოს კიტრს ეზოს პამიდორი. წარეწი წაკა. ბედნიერია. უგემრიელი არის. შეგვიძლია აქ შევიდეთ. წამო. უშურა. გამოვიარეთ კარფურში. ბატონი ზურავი მანქანასთან მელოდება. თავი არ აქვს და ნერვი არ აქვს სიარულეს, რატო არ გაინტერესებთ? დაიშოკა ქუთაისში მანქანების მართვის კულტურით. ლამის ჩამოვიდეს მანქანიდან და ფეხით იაროს. გოგოებს ველოსიპედები შევურემონტეთ. გოგო! მოვედი სიხარულო. საჭესთან ხوار დაჯდები? დაჯეკ, ძნევა მაქვს. 500 გაკოთხოზე წრევა? ბატონი ზურაბი ესტუმრა საცხობ ნაირ-ნაირს ქუთაისში. სადაც უგემრიელის რაღაცები ცხება და იცით სად არის ქუთაისში საცხობი ნაირ-ნაირი? დევნილების ახალი დასახლება რო არის. ავტოქარხანას ეკუთვნის მე მგონი. აი აქ. ხურდა, რა იყიდე? რა იყიდე? ლობიანი ვიყიდე. ლობიანი. რა სიფრიფანა? ესე იგი 50 კაპიკიანი უფრო მძიმე ახლა ამათა შედარებით. რამდენი ხანი მართლა? თელი 8 წელი არ გქონდა. Neyse, nair Sloveni. Slovakia. Somi dialog. მოშიებულია. თან განერვიულებულია, თან მოშიებულია. კარგია. ხოგემრიელი. ზურამა ჩიაფასა ნაირ-ნაირი. თან ესტუმრეთ ნაირ-ნაირს და ჭამეთ გემრიელი პურფუნთუშეული და ლობიანები და ამბები. ხომი არის? სიმითი არის, ჩვენებური კულური, იქ რო ვყიდულობთ, არის სასწაული. გემრიელია? წიწაკრა კაია. ზურა, ეხლა თქვი რატო ხარ ნერვები მოშლილი? რატო არ ნერვები მოშლილი? არ კი არა. ნუ არ ვიცი რა. საშილად ატარებენ ქუთაისშიო. ძალიან ცუდად ატარებენ. მერთო, ყველა დადის როგორც ატრიალებს უბრალოდ. და არ ატანენ კვიის რასაკეთებ. წავედით გოგოებს. თუ დიდრული მანქანაზე ზის ვინმე? წესები არ არსებობს მართვის. მაგარი კიდე აქვს ყველაფერი. როგორც უნდათ ისე დადიან. ნუ კატასტროფა. წავედით. მირცი გემრიელი. გიჟების სასტავი. ნახ, იმას შეხედე პატარას როგორი ბრანჩევა. ამერტ რა ტიპები არიან. დღეს სუფრა გვაქვს ოჯახში. საკმაოდ დიდი დედაჩემის სადაქალო მოდის და
დარაბები დახურული გვაქვს, რადგან იქიდან მზიანათებს, ჯერ არც არაფერი არ დევს სუფრაზე ფაქტიურად, იმიტომ რომ ეხლა დავიწყეთ გაწყობა და მერე გაჩვენებთ თუ როგორი ტორტი გავაკეთე დედიკოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად არაფერი ხელსაწყო აქეთ არ მქონდა, რაღაც მოვახერხე. დედიკომ გაამზადა კეცზე სოკო, სულგუნით, შეაპუწკუნებს მერე. ხაჭაპური გაფითრებული ჩანს, მაგრამ დამერწმუნეთ ოქროსფერია. შუქის ის არ გვიწყობს ხელს, განათება ეტყობა. ესეც შეპუწკუნებული მწვადი. ნელა სუფრას შევამატეთ რაღაცეები. ამას კიდე დაემატება კუპატი, აჩმა და მე გაჩვენებთ კიდე ქვემოთ. რეები იქნება. ასეთი არანორმალურია დედაჩემი. ასე არანორმალურად იცის. მე მგონი ყველა იმერელმა სუფრის გაწყობა. კიდე თუ არ ვწდები ხაშლამაკ, გეგმაში, ჩაშუშული, კუჭმაჭი, მწვადი და ხაჭაპური თავისთავად. ღმერთო ჩემო. შეიკრიბებიან დაქალები. ესეც ტორტი, ესეთი გამოვიდა. რა ჩემეძლო? მინიმალური ინსტრუმენტებით ზურას როგორც ყოველთვის მოსწონს. ნარგიზა რომელი თავიდან იწყებ? კიდე უფრო მეტი უნდა გაეკეთებია დედაჩემს. სუფრიდან ადგენდა სუფრა სავსე. ღმერთო ჩემო, მე დღეს ტაქსისტიცა ვარ. წავედით ახლა ვალაგეთ ეს ყველაფერი. ღმერთო ჩემო, რა დაღლილი ვარ, დაიცოდეთ. განახდა ოჯახში გიჟობები. 1 საათია ვეხვერწები, წავედით აბაზანაში თქო და არავინ არ გისმენს. წავედით ხალხო, დაგემშვიდობეთ ახლა აქედან. და შევხვდებით მომავალ ვლოგში. მე ნახე. და თქვი ჯვარი გწერია? არა, მასე არა, როგორ იცით თუ ჯვარი გწერიაო? რას ნიშნავს, როცა ბავშვები ატარებენ მთელ ზაფხულს ბებოსთან ერთად. წავედით, მშვიდობიანი ღამე ყველას.